სახელმწიფო მდივნის შემდეგ ისრაელში სოლიდარობის ნიშნად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანიც ჩავიდა. დღესვე ისრაელში ევროპელ მაღალჩინოსნებსაც ელოდებიან, მათ შორის ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს. თვითონ ენტონი ბლინკენი დღეს იორდანიაში პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება. უსაფრთხოების მიზნით მსოფლიო ქვეყნების ნაწილმა პალესტინელების მომხრე დემონსტრაციების გამართვა აკრძალა, მათ შორის საფრანგეთმა. გადაწყვეტილებას პარიზში პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ისრაელის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის შესახებ თამარ ჭავჭავაძე მოგუყვება პირდაპირ ეთერში. დიახ, სოფო, ისრაელში სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატავად მსოფლიო ლიდერებს ელოდებიან. უკვე თელ-ავივში იმყოფება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდება და ასევე მოლაპარაკებებს გამართავს თავდაცვის მინისტრ იოვ გალანტთანაც. სოლიდარობის ვიზიტით, ეგრეთ წოდებული სოლიდარობის ვიზიტით დღესვე ჩადიან ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. ისრაელში ვიზიტი დაასრულა სახელმწიფო მდივანმა და იორდანიაში ჩავიდა, სადაც პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბას შეხვდება. აბასიც უკვე იორდანიაში იმყოფება, ამაში გამგზავრებამდე კი სახელმწიფო მდივანი ჰამასის თავდასხმებს გადარჩენილ ახალგაზრდებს შეხვდა და ეს შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ჩვენ გადავრჩით მუსიკალურ ფესტივალზე, ბევრი მეგობარი ვიყავით ერთად, მაგრამ დავკარგეთ მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც. ვიცით, რომ ბევრი გაიტაცეს და ახლა ღაზაში არიან. გამოვიარეთ ნამდვილი საშინელება. 24 წლის ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. დაიწყეს რაკეტების გამოშვებით და განაგრძეს სროლით. ჩვენ მოვახერხეთ გამოქცევა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააკეთა. პირველი რაც პრიორიტეტულია ჩვენი მეგობრების და ოჯახების გადარჩენაა. ვფიქრობთ მათზე და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. გვინდა ისინი სახლებში დავაბრუნოთ. შეერთებული შტატები დღეს იწყებს ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას. საკუთარი მოქალაქეები გაჰყავთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ემზადებიან პალესტინელთა მხარდამჭერი აქციებისთვისაც. საფრანგეთსა და გერმანიაში ჰამასის მომხრეთა გამოსვლები არის აკრძალული. საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საფრანგეთი პალესტინელ ხალხს არ მიატოვებს. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, კანადამაც და ებრაელი ხალხის გარდა ღაზის სექტორის მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო. ვღელავთ ჩვენი 17 თანამემამულის ბედზე, ბავშვებზე, მოზარდებზე, რომლებიც დაკარგულები არიან და ზოგიერთი მათგანი ალბათ მძევლად აიყვანეს. საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს ისრაელის ხელისუფლებასთან, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ ყველა დავაბრუნოთ უსაფრთხოდ. საფრანგეთის 13 მოქალაქე მოკლეს თავდასხმების დროს, რაც არ გვინახავს ნიცას ტერაქტის შემდეგ. დავარწმუნეთ ისრაელი, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მხარს უჭერთ ტერორიზმის მიმართ მათ ლეგიტიმურ რეაგირებას. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებით, ჰამასის ჩათვლით, მაგრამ ბრძოლა ტერორიზმთან ვერ შეცვლის მშვიდობის გზის ძიებას. გრძელვადიანი მშვიდობის პირობები კი ცნობილია, უსაფრთხოების გარანტიები ისრაელისთვის და სახელმწიფო პალესტინელებისთვის. კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავის საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა და ის არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და მათ მისწრაფებას. ის არ წარმოადგენს არც მუსლიმებს და არც არაბებს. ისრაელის მოსახლეობა და პალესტინელი ხალხი იმსახურებს ცხოვრებას მშვიდობიან გარემოში, ღირსებით და უფლებების დაცვით. კანადა გადასცემს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადაუდებელი საჭიროებისთვის ისრაელში და ღაზას სექტორში. ისრაელის საჰაერო ოპერაცია ჰამასის პოზიციების წინააღმდეგ მე-7 დღეა გრძელდება ღაზის სექტორში, სადაც დიდი მსხვერპლის ფონზე პირველი ჩვილი გაჩნდა.